გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. დღეიდან დავიწყებთ გრამატიკის შესწავლას, ამ ვიდეოში კი ვისწავლით ზმნის ტიპებს და გავიგებთ, თუ რატომ შეიძლება ზედსართავის ჩაითვალოს ზმნად. თუმცა მანამდე არ დაგავიწყდეთ. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. როგორც იცით, ზმნა არის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა და პასუხობს კითხვებს, რა შვება, რას აკეთებს. კორეულშიც იგივეა. ოღონდ აქ ზმნები ორ კატეგორიად იყოფა. პირველი არის თავისთავადი ზმნები, რომლებიც თავისთავად უკვე ზმნები არიან. მაგალითად, ს და წერა, მასში და დალევა, ძა და დაძინება და სხვა. და მეორე ტიპი. ჰადაზმნები, მოქმედების გამომხატველი არსებითი სახელები, რომლებიც ჰადას დამატებით იქცევიან ზმნებად. ჰადა ნიშნავს კეთებას, შესაბამისად ვიღებთ ასეთ შინაარსს. ამ ქმედებას ვაკეთებ. მაგალითად, უნდონ ვარჯიში როგორც ქმედება, უნდონ ჰადა ვარჯიში როგორც ზმნა. ასევეა ქონგბუ და ქონგბუ ჰადა მეცადინეობა, იორი და იორი ჰადა საჭმლის მომზადება და ასე შემდეგ. აქვე ერთიც დავიმახსოვროთ. ზმნა ყოველთვის წინადადების ბოლო წევრია. ახლა რაც შეეხება ზედსართავ სახელებს. როგორც უკვე ვიცით, ისინი აღწერენ საგნის ნიშანთვისებას და დგებიან არსებითი სახელის წინ ან უკან. ამით კი გვაძლევენ წინადადების ორ სხვადასხვა სახეს და შინაარსს. მაგალითად, ლამაზი გოგონა და გოგონა ლამაზია. პირველ შემთხვევაში ზედსართავის სახელი წინადადების შუა წევრია და ზმნის მოლოდინს აჩენს. ვთქვათ, ლამაზი გოგონა ცეკვავს, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი წინადადების ბოლოშია და ასრულებს მას. სინამდვილეში ქართულში ისევ ზმნა დგას ბოლოში, თუ კი ლამაზია გაიყოფა როგორც ლამაზი არის. თუმცა კორეულში ეს ასე არ ხდება. იგი პირდაპირ იკავებს ზმნის ადგილს. და გრამატიკის შესავალ ნაწილში ჩვენ ზედსართავის სახელის სწორედ ამ ბუნებას ვსწავლობთ. გარდა ამისა, ისიც ორ ტიპად იყოფა. ჩვეულებრივ ზედსართავებად, მაგალითად, იეპ და ლამაზი, ქ და დიდი, ძაკ და პატარა და ჰადას მქონე ზედსართავებად. ტოკ-ტოკ-ჰა და ჭკვიანი, ცინძორა და კეთილი, კეკ-თა და სუფთა და სხვა. უღლებას რაც შეეხება, ამას შემდეგ გაკვეთილზე ვისწავლით. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ისიც ზმნის იდენტურად ხდება. შესაბამისად, ზმნას და ზედსართავს კორეულში განასხვავებს მხოლოდ მათი ბუნება. ზმნა მოქმედებაა, ხოლო ზედსართავი კი მდგომარეობა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტერმინოლოგია არასწორია, სწავლას გაგვიმარტივებს თუ შევთანხმდებით ასე. თონგსა ანუ ზმნა მოვიხსენიოთ როგორც მოქმედებითი ზმნა და ჰიონგიონგსა ანუ ზედსართავის სახელი როგორც მდგომარეობითი ზმნა. მოკლედ, დღეს ვისწავლეთ, რომ კორეულში ზმნებიც და ზედსართავებიც ზმნების მსგავსად იქცევიან. შემდეგ გაკვეთილზე კი ვილაპარაკებთ ზმნის უღლებასა და სუბიექტზე წინადადებაში. და თუ გინდათ რომ არაფერი გამოგჩეთ, გამოიწერეთ არხი, მოეწონეთ ვიდეო, კომენტარებში თქვენი აზრიც დამიტოვეთ და შემდეგ ვიდეომდე. Fighting!